დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის და გავრცელებული დაავადებების შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ბატის ვირუსული ენტერიტი. ბატის ვირუსული ენტერიტი, ანუ ბატის პარვოვირუსული ინფექცია, მწვავე ვირუსული დაავადება, რომელიც აზიანებს როგორც შინაურ ბატებს, ასევე იხვებს და გარეულ ფრინველებს. დაავადება ხასიათდება საჭმლის მომნელებელი სისტემის დაზიანებით, მაღალი ლეტალობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ფრინველებში. დაავადების გამომწვევია პარვოვირუსი, რომელიც მიეკუთვნება Parvoviridis ოჯახს. ვირუსი საკმაოდ რეზისტენტულია გარემო პირობების მიმართ და შეუძლია დიდხანს გადარჩეს ნიადაგსა და წყალში. ვირუსი ძირითადად აზიანებს ნაწლავის ეპითელურ უჯრედებს, ასევე შეიძლება გავრცელდეს სხვა ორგანოებშიც, როგორიცაა გული და ღვიძლი. დაავადების პათოგენეზი მოიცავს ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, რაც იწვევს მალაბსორბციას, შეწოვის დარღვევას, დიარეას და დეჰიდრატაციას. ვირუსის რეპლიკაცია ხდება უჯრედის ბირთვში, რაც საბოლოოდ იწვევს უჯრედის სიკვდილს. ბატის ვირუსული ენტერიტი ძირითადად ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით, ანუ ინფიცირებული ფრინველების განავლით დაბინძურებული საკვების, წყლის ან გარემოს მეშვეობით. ვირუსი ასევე შეიძლება გადაეცეს დაბინძურებული აღჭურვილობითა და ტანსაცმლით. ვერტიკალური გადაცემა დედიდან შვილზე, ასევე შესაძლებელია ინფიცირებული დედისგან, რაც იწვევს ახალგაზრდა ფრინველების დაავადებას დაბადებისთანავე. ინკუბაციური პერიოდი, ანუ დრო ვირუსით ინფიცირებიდან სიმპტომების გამოვლენამდე ჩვეულებრივ შეადგენს 3-5 დღეს, თუმცა შეიძლება მერყეობდეს 2-დან 10 დღემდე. ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი დამოკიდებულია ფრინველის ასაკზე და იმუნურ სტატუსზე. ყველაზე მაღალი ლეტალობა ახასიათებს ახალგაზრდა ბატებს 2-3 კვირის ასაკში, სადაც ის შეიძლება 90-100-ს აღწევდეს. მოზრდილ ფრინველებში ლეტალობა შედარებით დაბალია, მაგრამ დაავადებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენოს ფერმებს. ბატის ვირუსული ენტერიტის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების სიმძიმის მიხედვით. ძირითადი სიმპტომები მოიცავს: მადის დაკარგვა, ინფიცირებული ფრინველები უარს ამბობენ საკვებზე. ზოგადი სისუსტე, ფრინველები ხდებიან ლეთარგიულნი, უმოქმედონი და კარგავენ ინტერესს გარემოს მიმართ. დეჰიდრატაცია, სითხის დაკარგვის გამო შეინიშნება გაუწყლოება. დიარეა, ფრინველებს უვითარდებათ თხიერი, ზოგჯერ სისხლიანი განავალი. ღებინება, შესაძლოა აღინიშნებოდეს ღებინება. კრუნჩხვები, დაავადების მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვები. ნერვული სიმპტომები, იშვიათ შემთხვევებში განსაკუთრებით ახალგაზრდა ფრინველებში შეიძლება გამოვლინდეს ნერვული სიმპტომები, როგორიცაა კოორდინაციის დარღვევა და დამბლა. ზრდის შეფერხება, დაავადების გადატანის შემდეგაც კი ფრინველებმა შეიძლება ვერ მიაღწიონ ნორმალურ ზრდას. თვალების დახუჭვა, ახალგაზრდა ფრინველებში ხშირად შეინიშნება თვალების დახუჭვა. სიკვდილი, დაავადების მძიმე შემთხვევებში სიკვდილი ხდება სწრაფად, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფრინველებში. ბატის ვირუსული ენტერიტის დიაგნოსტიკა მოიცავს რამდენიმე მეთოდს. კლინიკური გამოკვლევა, ვეტერინარი აფასებს ფრინველის ზოგად მდგომარეობას, სიმპტომებსა და ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს. პათოლოგიური გამოკვლევა, დაავადებული ფრინველების გაკვეთისას ვლინდება ნაწლავების ანთება, სისხლჩაქცევები, ღვიძლისა და გულის დაზიანება. ჰისტოლოგიური გამოკვლევა, ქსოვილის ნიმუშების მიკროსკოპული გამოკვლევა ავლენს პარვოვირუსის დამახასიათებელ დაზიანებებს. პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია, ტესტი გამოიყენება ვირუსის გენეტიკური მასალის გამოსავლენად. ფერმენტთან შეჭიდული იმუნოსორბენტული ანალიზი, ტესტი გამოიყენება ვირუსის მიმართ ანტისხეულების გამოსავლენად სისხლში. ვირუსის იზოლაცია და იდენტიფიცირება, დაავადებული ფრინველების ქსოვილებიდან ხდება ვირუსის იზოლაცია და მისი შემდგომი იდენტიფიცირება. სამწუხაროდ, ბატის ვირუსული ენტერიტის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია და მიმართულია ფრინველის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ანტიბიოტიკები, მეორადი ბაქტერიული ინფექციების თავიდან ასაცილებლად ან სამკურნალოდ. ფართოდ გამოიყენება ტეტრაციკლინის, პენიცილინის ან ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკები. სითხეების თერაპია, დეჰიდრატაციის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენება ელექტროლიტური ხსნარები, რომლებიც შეჰყავთ ორალურად ან ინტრავენურად. ვიტამინები და მინერალები, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად და ფრინველის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების დამატება საკვებში ან სასმელ წყალში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია C და E ვიტამინები, ასევე B ჯგუფის ვიტამინები.
იმუნოსტიმულატორები. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება იმუნოსტიმულატორები, როგორიცაა იმუნოგლობულინები ან ინტერფერონი იმუნური პასუხის გასაძლიერებლად. კარგი კვება, ადვილად ასათვისებელი საკვებით უზრუნველყოფა, რომელიც მდიდარია ენერგიით და საკვები ნივთიერებებით. სათანადო მოვლა, სუფთა და მშრალ გარემოში მოთავსება, სტრესული ფაქტორების შემცირება. პრობიოტიკები, ნაცლავის მიკროფლორის აღსადგენად და დისბაქტერიოზის თავიდან ასაცილებლად. სამკურნალო მედიკამენტების ჩამონათვალი. ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი, მაგალითად ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი. პენიცილინი, მაგალითად ამოქსიცილინი, პენიცილინი G. ცეფალოსპორინები, მაგალითად ცეპტიოფური, ცეფალექსინი. ენროფლოქსაცინი. ტრიმეტოპრიმ სულფონამიდი. სითხეები და ელექტროლიტები. რინგერის ხსნარი. ფიზიოლოგიური ხსნარი. დექსტროზის ხსნარი. ელექტროლიტური ფხვნილები ორალური გამოყენებისთვის. ვიტამინები და მინერალები. ვიტამინი A, ვიტამინი C, ვიტამინი E. B-ჯგუფის ვიტამინები. კალციუმი. ფოსფორი. მაგნიუმი. იმუნოსტიმულატორები. ინტერფერონი. იმუნოგლობულინები. ლიზოზიმი. პრობიოტიკები. ბაცილუსის, ლაქტობაცილების ან ბიფიდობაქტერიების შემცველი პრობიოტიკები. ბატის ვირუსული ენტერიტის პრევენცია მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს. ვაქცინაცია. არსებობს ვაქცინები, რომლებიც ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ფერმებში, სადაც დაავადება ხშირად ვლინდება. ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვა, მკაცრი სანიტარული ნორმების დაცვა ფერმაში, ფრინველების გადაადგილების კონტროლი, ფერმის პერსონალის და აღჭურვილობის დეზინფექცია. კარანტინი. ახალი ფრინველების შემოყვანისას უნდა მოხდეს მათი კარანტინი, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების გავრცელება. სათანადო კვება, დაბალანსებული და ვიტამინებით მდიდარი კვება უზრუნველყოფს ფრინველების იმუნური სისტემის გაძლიერებას. სუფთა წყალი. ფრინველებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ წვდომა სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე. რეგულარული ვეტერინარული შემოწმება. ფერმაში უნდა ტარდებოდეს რეგულარული ვეტერინარული შემოწმებები, რათა დროულად გამოვლინდეს დაავადების ნიშნები. დაავადებული ფრინველების იზოლაცია. დაავადებული ფრინველები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყოს ჯანმრთელებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსის გავრცელება. ბატის ვირუსული ენტერიტის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვეტერინარის დროული კონსულტაცია და მკურნალობის გეგმის ზედმიწევნით დაცვა. პრევენციული ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანია დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ფერმის ბიოუსაფრთხოების ზომების დაცვა გადამწყვეტია დაავადების კონტროლისთვის. კარგი კვება და სათანადო მოვლა ხელს უწყობს ფრინველების იმუნური სისტემის გაძლიერებას და დაავადების სიმპტომების შემსუბუქებას. თუ ეჭვი გაქვთ დაავადებაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს ზუსტი დიაგნოზისა და შესაბამისი მკურნალობისთვის. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.